საინტერესო და პარასკეული თემა დავაანონსეთ დღეს და ამასთანავე საქმიანიც დავიტყოდი. შემოგვიერთდნენ სალომე ჭიკაძე, პიარის და მარკეტინგის სპეციალისტი, თიკა კურტანიძე, კონტენტ კრეატორი, რომელსაც უკვე სრულად საქართველოს ძალიან კარგად იცნობს. მოგესალმებით და მადლობა რომ ამ დილოუთენია ხართ ჩვენთან ერთად სტუმრად. ჩვენ წერს მიღმა მე და თიკამ უკვე დავიწყოთ ამაზე საუბარი, რაოდენად რთულია ზოგადად იყო კონტენტ კრეატორი და კონდეს ეს პროფესია, როგორც ასეთი უკვე პროფესიად. და საზოგადოებასაც გაუჩნდა ამის მიმღებლობა, რომ ეს სრულფასოვან პროფესიას მოიცავს და თანაც ძალიან ბევრი როლის შეთავსება გიწევს ამ პროფესიაში და თიკა მოდი დავიწყებ შენგან. ნამდვილად. როგორ თენდება დილა კონტენტ კრეატორისთვის? ვიცით როგორ თენდება დილის ეთერისთვის და წამყვანებისთვის, მაგრამ კონტენტ კრეატორობა კიდევ სხვა მიმართულებაა, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. როგორ იწყება შენი დილა, როგორ გეგმავ კონტენტს და რა ძალისხმევაზე საუბრობ, როცა მოვთხოვ ეს ყოველივე ძალიან რთულია. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისათვის და მიესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება უშუალოდ შენს შეკითხვას, ჩემი დილაც ალბათ იგივენაირად იწყება. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩემი თავის უფროსი ვარ მე და ამ კუთხით ცოტა კომფორტში ვარ. თუმცა ბევრი საქმე არის ნამდვილად და როგორც უკვე შენ აღნიშნე, რამდენიმე ადამიანის საქმიანობის შეთავსება მიწევს. მათ შორის მე ვარ ჩემი თავის პიარიც, მე ვარ ჩემი თავის ოპერატორიც, მემონტაჟეც, სცენარისტიც და გამნათებელიც. ყველაფერი მოკლედ და ჩემი ტიპიური ესე თქვათ დილა იწყება ძირითადად მეილების პასუხით და ასევე კოლაბორაციების განხილვით და უფრო კონკრეტულად ხანდახან არის რომ რაღაც დედლაინები მაქვს კონკრეტული ვიდეოსი და ასევე ჩართულობა ჩემს აუდიტორიასთან, მაგალითად სტორების გაზიარების სახით. ძალიან საინტერესო პროცესია და სანამ სალომესთან გადავალ კითხვით, აი ჩაგეკითხები, რომელ პლატფორმაზე დაიწყე თავდაპირველად აქტიურობა და როდესაც დაიწყე ეს აქტიურობა, თავიდანვე იყო თუ არა მიზანი, რომ საბოლოო შედეგი კონტენტ კრეატორობა ყოფილიყო და ინფლუენსერობა თუ უბრალოდ შენთვის გასართობი იყო ეს ყველაფერი? ვერასოდეს წარმოვიდგენდი ალბათ, რომ ესე პროფესია დავარქმევდი ამ ყველაფერს და ეს იქნებოდა სრულფასოვანი ესე ვთქვათ კარიერა, რომელსაც მე გავყვებოდი. როდესაც ეს პლატფორმა დავიწყე, მე ძირითადად TikTok-ის პლატფორმას დავიწყე მოღვაწეობა, თუმცა მანამდე იყო რაღაც მცდელობები, რომ მაგალითად YouTube-ის პლატფორმაზე და ასევე Instagram-ის პლატფორმაზეც და დავიწყე გაზიარება ხვეულით მიცხვათა შორის, იმიტომ რომ მოკლედ ძალიან შეწუხებული ვიყავი. კი, ანუ არ იყო დღეს მაგალითად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ძალიან ბევრი პროდუქტი გვაქვს, ვიდეოები, რუტინები და სხვადასხვა მოვლის საშუალებები, თუმცა იმ დროისათვის არ იყო ხელმისაწვდომის ინფორმაცია და რაღაცნაირად ჩემი მიგნებების გაზიარება მინდოდა. თან იმ დროისათვის სტუდენტი ვიყავი, ბიოტექნოლოგიაზე ვსწავლობდი და რაღაცნაირად ეს მიღებული ცოდნა ძალიან მადგებოდა, რომ აი ვკითხულობდი უშუალოდ ფორმულებს, შემადგენლობებს და ვუხსნიდი მარტივ ყოველდღიურ ენაზე ჩემს მაყურებლებს, რომ რატომ არის მაგალითად სულფატი აუცილებელი, სილიკონი კარგია თუ ცუდი თმის მოვლის პროდუქტებში და ასე შემდეგ. მოდი სალომესთან გადავინაცვლებ კითხვით ეს შრომა რომელსაც კონტენტ კრეატორები ამ ყოველივეში დებენ ზოგადად დროთა განმავლობაში დამოკიდებულება და ხალხის მიმღებლობა ამის მიმართ ცვალებადია. იყო სკეპტიკური დამოკიდებულებები, მე ძალიან დიდი ნდობა, შემდგომ ისევ რაღაცა სკეპტიციზმი ბრენდის განვითარებისთვის, პროდუქტის განვითარებისთვის და მეტი პოპულარიზაციისთვის. რა მნიშვნელობის მატარებელია ინფლუენსერი, კონტენტ კრეატორი, ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას ელაპარაკებიან ძალიან უშუალოდ, ძალიან მყუდროდ და ძალიან პირდაპირ. ტენდენციები პერიოდებთან ასე ვთქვათ, პერიოდებთან ერთად შეიცვალა და ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა პანდემიის დროს, როცა რეალურად პირდაპირ კომუნიკაცია დაიწყეს ადამიანებმა სოციალური ქსელით, ეკრანიდან ასე შემდეგ და აბსოლუტურად თითქოს ტელევიზია ჩაანაცვლა, ესე ვთქვათ, კონტენტ კრეატორების და სოციმედიის პლატფორმამ. ეს ძალიან საწყენია ტელევიზიის ადამიანებისთვის და წამყვანებისთვის თავისი ადგილი ორივეს და უბრალოდ თითქოს ადამიანებისთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომი, უფრო გასაგები, უფრო ახლობელი გახდა ეს შეგრძნება და მათთან კომუნიკაცია გეთანხმები იმაში, რომ თავიდან იყო სხვა განწყობა, შემდეგ ალბათ უფრო რაღაცა სკეპტიკური დამოკიდებულება გაჩნდა, ეგრეთ წოდებული ინფლუენსერების და კონტენტ კრეატორების მიმართ, თუმცა ნამდვილად უნდა ვაღიაროთ მათი როლი, მათი გავლენა რეალურად და ბრენდისთვის რა თქმა უნდა ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ნამდვილად.
დღევანდელ რეალობაში უკვე ძალიან ბევრი ესეთ სოლიდურ კომპანიას ცალკე კადრი ყავს, რომელიც ინფლუენსერებს ეკონტაქტება და თავადაც ქმნიან კონტენტს. ძალიან ბევრი ახალი პროფესია გააჩინა და მათ შორის ჩაანაცვლა კიდეც. ფაქტობრივად კონტენტ კრეატორიც ამ შემთხვევაში თიკა, რომელიც არის ძალიან წარმატებული კონტენტ კრეატორი და ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდება და ხარისხიანად ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აღნიშნა, ძალიან ბევრი პროფესია აქვს ერთად შეთავსებული. ეს არ არის მარტივი საქმე, მართლა ძალიან რთულია, მართლა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და ჩვენთვისაც მარკეტერებისთვის, PR სფეროს წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ როლს თამაშობენ და ძალიან გვეხმარებიან, რომ თქვენთვის მარკეტინგის სპეციალისტებისთვის არიან ესეთი საყვარელი ამორჩეული ინფლუენსერები, რომლებთან ურთიერთობა და კომუნიკაციაც მარტივდება. გარდა იმისა, რომ ისინი თქვათ თავენ საქმეს კარგად ასრულებენ, ალბათ ეს პასუხისმგებლობით მიდგომა, ხარისხზე ორიენტირება და ასე შემდეგ თქვენს მიმარტივებთ, ასე რომ თქვათ კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობას დარწმუნებული ყველას რაღაცა თავის საყვარელი. რა თქმა უნდა და ადამიანების და საზოგადოების დამოკიდებულებითაც ძალიან მარტივად შეიმჩნევა, ვინ არის მათთვის მისაღები კრეატორი, ვინ ქმნის მართლა ხარისხიან პროდუქტს. ბევრი ადამიანია ისეთი, რომელსაც სოციალურ ქსელში ბევრი გამომწერი ყავს და აქვს რაღაც პლატფორმა და გავლენა, თუმცა კონტენტ კრეატორის პროფესიას და სახელს, ასე ვთქვათ, ძალიან ცოტა ადამიანი ატარებს და იმსახურებს კიდეც. ნამდვილად. თიკა, რა პერიოდი დაგჭირდა იმისთვის, რომ საბოლოო შედეგამდე მოსულიყავ იმ შედეგამდე, რაც დღეს გაქვს? არის თუ არა ეს საბოლოო შედეგიც? არა, მოწევანდ რეალობას უბრალოდ, როცა უკვე წარმატებული კონტენტ კრეატორი ხარ, გაქვს ბევრი კოლაბორაცია, ბევრი შემოთავაზება და ასე შემდეგ. აი, რა პერიოდის გავლა დაგჭირდა? აი, როგორც სალომემ აღნიშნა, პანდემია იყო ეს გარდამტეხი მომენტი და იმ დროისათვის, ესე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები ითქმებოდა საქართველოში ამ პროფესიის მიმართულებით და მათ შორის კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში პირველი ნაბიჯები შეიძლება ითქვას ის, რომ იყო აუდიტორიის მოგროვება და შემდგომ, როდესაც უკვე აქტიურად დაიწყეს კომპანიებმა თანამშრომლობა, ესე ვთქვათ, ინფლუენსერებთან, ამ დროისათვის გადავდგე პირველი ნაბიჯები. თუმცა, შენ შეკითხვას რა უპასუხე უფრო კონკრეტულად, დღევანდელ დღეს მართლა ბევრად უფრო გამარტივებულია. მარტივი არის, რომ თუნდაც როგორც მიკროკრეატორმა, ანუ შეიძლება არ ყავდეს ბევრი გამომწერი და ითანამშრომლო იმ ბრენდთან, იმიტომ რომ გულწრფელად მოგწონს და ხედავენ ისინი ჩვენს დამოკიდებულებას და ბევრად უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობაც გამოვიდეს, რადგან შენ ხარ იმ პროდუქტის უშუალო მომხმარებელი და შეიძლება ანუ ყველა ვართ ჩვენი ოჯახის და სამეგობროს ინფლუენსერებიც, რომ აი მე რომელი გლოსი გისი ან რაღაც და ხო, ანუ ყველას გვაქვს ეს ჩვენი ესე ვთქვათ გავლენები. და კონკრეტულად დღეს ბევრად უფრო გამარტივებულია ეს ამბავი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მე 1-2 წელი მაინც დამჭირდა იმისათვის, რომ შემოიხედათ როგორც ინფლუენსერს, როგორც კონტენტ კრეატორს და როგორც ბიზნესებისთვის უკვე აღვნიშნეთ, როგორც მნიშვნელოვან კადრს, რადგან შესაძლებელია, რომ პროდუქტი ძალიან კარგი იყოს, მაგრამ არ ქონდეს ეგრეთ წოდებული ხილვადობა და მის გაზრდაში დავეხმაროთ. ასევე შესაძლებელია რაღაც კონკრეტული პროდუქტი განსხვავებული კუთხით დავანახოთ, ან რისი მომხმარებლებიც ვართ და ანუ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ როგორც კონტენტ კრეატორი და საპასუხისმგებლო საქმიანობა, როგორ წარმოაჩენ ამ პროდუქტს. პირადად მე სხვაზე საუბარი ცოტა მიჭირს, ყოველს თავისი პროცესი აქვს თან, რადგან ეს ისეთი საქმიანობაა, რომ უშუალოდ შენით სწავლობ, ეუფლები და ესე ვთქვათ, შენებური მიდგომები გიჩნდება, ჩემთვის პირველ რიგში იწყება პროდუქტის და კომპანიის მოკვლევით, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპანიის ღირებულებები ემთხვეოდეს ჩემსას, როგორც შეიძლება მაგალითად პროდუქტი უნდა იყოს ვეგანური, PTA free, ასევე არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიკატებს და ამ ყველაფრის მოძიებას ვიწყებ და შემდგომ გადავდივარ უშუალოდ პროდუქტის ტესტირებაზე. გარკვეული პერიოდი ვტესტავ, რომ შევამჩნიო რა პოტენციური მინუსი შეიძლება ქონდეს და რა არ მოეწონოს მომხმარებელს. შემდგომ მიწერება სკრიპტი, სადაც ვცდილობ, რომ როგორც მარკეტერი საინტერესო წარმოვაჩინო ეს პროდუქტი, რომ მაგალითად რა უფრო მნიშვნელოვანია, რა უფრო განასხვავებს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ბაზარზე იმდენი პროდუქტია, თუნდაც აი მაგალითად ხვეულით მის, რომ ცოტა დამაბნეველია ხოლმე და იმდენი ინფორმაცია და ამ შემთხვევაში კონტენტ კრეატორს ის როლი ნამდვილად უჭირავს, რომ რაღაც გამოარჩიოს. სცენარის შემდგომ და ესე ვთქვათ, შეთანხმების შემდეგ უშუალოდ იწყება ვიდეოს გადაღება, ვიდეოს გადაღების შემდეგ მონტაჟი და შემდგომ გადაგზავნა ისევე კომპანიასთან. და დადასტურება აუცილებლად კი, რომ არაფერი გამოგჩეს, ყველაფერი დეტალის
სწორად იყოს, თუმცა როგორც აღნიშნე, ეს სკრიპტის და სცენარის ნაწილი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმავე ეტაპზე, როდესაც ხდება რაღაცების შესწორება და აღმოფხვრა, ნაკლებად არის იმის ალბათობა, რომ მე მოგვიწევს რაღაცა მინიმალური ცვლილებები. ასევე მინდა დავამატო მარკეტინგული, ესე ვთქვათ, სააგენტოების და პლატფორმების როლი, იმიტომ რომ თიკა და მეთანხმება, როცა პანდემიის პერიოდი დაიწყო, ესე ვთქვათ, ბიზნესი ფაქტობრივად ჩავარდა, გაჩერდა და შემდეგ ეს შემდეგი პერიოდი იყო ძალიან რთული, რომ რაღაც ისევ სტაბილური ხაზი დაეჭირა სხვადასხვა კორპორაციებს, ბიზნესს და ასე შემდეგ და ზუსტად მაშინ, როცა თავს იმკვიდრებდნენ, ესე ვთქვათ, ინფლუენსერები, კონტენტ კრეატორები და ზუსტად ეს მიმართულება, ძალიან დიდი როლი ითამაშა ნამდვილად და ერთმანეთს რაღაცნაირად ხელი შეუწყეს და გაზარდეს მარკეტინგულმა პლატფორმებმა, რაღაც სხვადასხვა ღონისძიებებმა, მედიაციურმა კამპანიებმა, ესე ვთქვათ, სადაც მათ ჰქონდათ რეალური საშუალება იმის, რომ პირადად ეკონტაქტად კომპანიებთან, გაიცნოთ ისინი ახლოდან, უფრო სერიოზულადაც აღექვა მათ შორის საზოგადოებას, გულისხმობ აი ბიზნესის მიმართულებით უშუალოდ და ამაში მგონი თიკაც თანახმდება. ესე იგი შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კონტენტ კრეატორების როლი ქართულ ბაზარზე პანდემიის პერიოდმა ძალიან გაზარდა და ხელი შეუწყო. ანუ ეს შეგვიძლია რომ თამამად გავაჟღეროთ. ხო, რეალურად ყველამ თითქმის მაგ დროს დაიწყო. თიკა, აი მაყურებლის მხრიდან და გამომწერის მხრიდან, ანუ არსებობს თუ არა ერთგვარი რჩევები, იმიტომ რომ როგორც თქვი, ძალიან სხვა მასალა არსებობს და ყველა კონტენტ კრეატორი უხეშად რომ ვთქვათ, თავისას აწვება, ვიღაცას ეს პროდუქტი მოწონს, ვიღაცას ამ პროდუქტს აპირებს და რთულია გამოიწვიოს კონკრეტული ადამიანის მიმართ ნდობა. ერთ-ერთს გეუბნება, მეორეს გეუბნება, მე რა თქმა უნდა, ალბათ ორივე მათგანს ტესტავ და მე მიემხრობ. არის თუ არა რაღაც ესეთი სლენგს ვიხმარი, key საკითხები, რომელიც შეიძლება რომ მარტივად ამოიცნო გულწრფელობა და ნდობის მოპოვების სურვილი აღიძრას. ან რა არის ის რაღაცები, რაც შენ უცლებოდ გექნება დაჭერილი მომხმარებლად და რა ესე რომ ვთქვათ აბავს მომხმარებელს უხეშად რომ ვთქვათ მომხმარებელი და მაყურებელი არის აი მოკლედ საუკეთესო ტესტი ამ ყველაფრის, რადგან ყოველთვის იციან და ხვდებიან ზოგადად რა არის გულწრფელი რეკლამა, რა არის გულწრფელი რეკომენდაცია. არ ვიცი ამის დეტექტორები. მე კამერას ვერ მოატყუებ მეთქი, მაგრამ მგონი მართლა ასეა. კი, მართლა არის ესე, რომ მეც შემიჩნევია ის ტენდენცია, რომ როგორც კი რაღაცა არაგულწრფელი კომუნიკაცია ხდება ხოლმე, ეს ყველაფერი იგრძნობა მაყურებლის მხრიდან. ჩემი მხრიდან ამის ესე ვთქვათ აღმოფხვრა იმით ხდება, რომ ყოველთვის ვცდილობ, თუნდაც რეკლამა იყოს, მე ყოველთვის ვიტოვე იმის საშუალებას, რომ თქვა რა არ მომეწონა და უშუალოდ ჩემი გამოცდილება პროდუქტთან შედარებით, პროდუქტთან მიმართებით. და ასევე შესაძლებელია, რომ როგორც ამ შემთხვევაში, პროდუქტსაც გააჩნია, შეიძლება რაღაც უფრო ბიზნესი, მარკეტინგული თვალსაზრისით იყოს, მაგრამ ერთი პროდუქტი ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას არ მოუხდეს. ამიტომაც ამ ინფორმაციასაც ესე ვთქვათ, სასარგებელი ეძლევა იმ კუთხით, რომ ვიღაცისთვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. მე ყოველთვის ვიძახი, რომ შესაძლებელია, რომ არ იყიდო, მაგრამ ეს პროდუქტი, მაგრამ ჩემი მიზანი არის, რომ სწორი ინფორმაცია მოგაწოდო ამ პროდუქტის შესახებ. ინფორმირებული იყო და შემდგომ შენ მიიღო გადაწყვეტილება, მოგწონს თუ არა შენს ღირებულებებს ემთხვევა, თუნდაც ფასი მისაღები არის თუ არა და ასე შემდეგ სხვადასხვა ფაქტორები არის. კი ბატონო. სალმე, ამ შემთხვევაში, როდესაც ირჩევთ კონკრეტულ ინფლუენსერს და საჭიროა რაღაცა კონკრეტული პროდუქტის, თქვათ, მის მიერ წარმოჩენა. ეს არის აბსოლუტურად კონტენტ კრეატორის პრივილეგია და ის არის დამოუკიდებელი და თავისუფალი, თქვათ, რა სახის ვიდეოს გააკეთებს თუ თქვენ აძლევთ რაღაცნაირად რეკომენდაციებს და რჩევებს თუ რა კუთხით გინდათ ამა თუ იმ პროდუქტის წარმოჩენა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეგრეთ წოდებული გაიდლაინი მიდის დამკვეთლისგან ამ შემთხვევაში, გამოვიყენებ ამ სიტყვას. მათთან არის უშუალო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ერთად, რა შეიძლება გაკეთდეს, როგორ უნდა წარმოვაჩინოთ ესე თუ ის პროდუქტი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ვაზიარებთ ჩვენს ესე ვთქვათ აზრებს, განვიხილავთ ერთად და შემდეგ უკვე შედეგიდან გამომდინარე ვხედავთ და ვხვდებით რა მიმართულება შეიძლება ავიღოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დიდი ინფლუენსერებთან არ არის ხოლმე ეს რაღაც ერთჯერადი თანამშრომლობა, არამედ გრძელვადიანი, რაც რეალურ შედეგს უფრო დებს. შვენიერი. მე მაინტერესებს თიკა შემთხვევაში რა არის კონტენტ კრეატორის ცხოვრების დრამა, რა შეიძლება და რა არის ყველაზე რთული. იგივე შეიძლება კომპანიებთან ურთიერთობის დროს.
კომპანიებთან ურთიერთობის ალბათ ცოტა პრეტენზია. დედლაინები ალბათ. რაღაცა დღესვე რომ უნდათ ვიდეო, ანუ მარტივი პროცესის აღქმა რო არის, ესე რომ ვთქვათ. თუმცა შენი მხრიდან ძალიან დიდი დაფასება და ესე ვთქვათ, თავი კომფორტულად და კარგად ვიგრძენი დღეს, როდესაც აღნიშნე, რომ რამდენად რთული პროფესია და რამდენ საქმიანობას მოიცავს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გქონიათ ხოლმე, რომ რა უნდა მიაყუდე ტელეფონი, რაღაც ჩაწერე და იმ 1 წუთიანი ვიდეოს მიღმა შეიძლება 12 საათიანი და 14 საათიანი შრომაც კიდოს. უბრალოდ არ აღიქმება ხოლმე ეს ყველაფერი, იმდენად მარტივად რაღაცა ესე ვუყურებთ. და ბოდიში აქ მინდა დავამატოთ, თიკას აქვს თავის პერსონალური სამონტაჟო. ყოველთვის შეთავსებული კი. მე მგონია რომ ეს უნდა ანახო მაყურებელს ამის უკან ანუ რეალურად თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ დღესდღეობით თუ ხარ საქართველოში წარმატებული კონტენტ კრეატორი სუფთა კომერციულ თვალსაზრისით მომგებიანია ეს საქმიანობა? ნამდვილად შეიძლება ითქვას და ხშირ შემთხვევაში აიგივებენ ხოლმე ადამიანის შემოსავალთან, მაგრამ მე გავაიგივებ როგორც ბიზნესთან. გამომდინარე იქიდან რომ რამდენიმე კომპანიას ესე ვთქვათ უკეთებ მომსახურებას, ეგრეთ წოდებული ფრილანსერიც არის ესე რომ ვთქვათ და დღეს ვიცით ეს ბიზნეს მოდელიც რამდენ ადამიანს აქვს შეიძლება თუნდაც კონკრეტულ მიმართულებაში სკრიპტის წერაშიც. ასევე მინდა დავამატო ღონისძიებებზე, სალომე აკეთებს ძალიან კარგ ღონისძიებებს და არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო ეს ნეტვორკინგის მომენტი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბრენდ მენეჯერები უშუალოდ ან თუნდაც დირექტორები ან ამ პროდუქტის სერვისის მიღმა ვინც დგას, ამ ადამიანების გაცნობა, უშუალოდ კომუნიკაციაში შესვლა, უფრო ხედავენ შენს პიროვნულობასაც, რადგან ხშირად არის ის მომენტი, რომ კამერაშიც ისეთი ხარ, როგორც რეალობაში თუ აი რამე სხვაობები არის, მოკლედ ყოველთვის საინტერესებთ ხოლმე ეგ მომენტი და ვფიქრობ ეს face to face კომუნიკაციები ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ ერთმანეთის ღირებულებები და რამდენად თანხვედრაში ვართ და რამდენად ნაყოფიერი ესე ვთქვათ თანამშრომლობა გვექნება. ძალიან დიდი მადლობა სალომე თიკა. კიდე გავაგზავნოთ ბევრი კითხვა დარჩა მეგობრებო, მაგრამ უბრალოდ საერთოდ რო არ მყოფნის ამისთვის, ამიტომ მაყურებელს შევახსენებთ რომ სალომე ჭიკაძე PR და მარკეტინგის სპეციალისტი თიკა კურტაინიძე კონტენტ კრეატორი გახდა ჩვენი სტუმრები.